Umut? Ak rasa getib. არ ვიცი. მგონი ამაზე შენ უნდა მიპასუხო. შენ მე მითვალთვალებდი? რატომ? შენ სახლში პატარა საჩუქარი მოგიტანე. სულელური, მნიშვნელოვანი არაფერი. როცა გავიგე რომ იქ არ ცხოვრობდი, ჩემთვის უფრო უმნიშვნელო გახდა. იმ სახლის მეპატრონი არც კი გიცნობს. რატომ ოზან? მართლა მაინტერესებს რატომ? შენ აქ ცხოვრობ? ამ სასახლეში? და ამდენი ხნის მანძილზე მატყუებდი? დედა ჩემი აქ მუშაობს. მოსამსახურეა. მამა კი მამა ბახსოვლის. ზოგჯერ მძღოლი საქმესაც ითავსებს. ხო, სულ ასე მომექსები, რამე მითხარი. მე სულელს კი მეგონა რომ აქ ბოდიშის მოსახდელად მომიყვანე და აქ ამიტომ მოვედი. სულ ხო, ყველა ჩვენ გვიყურებს. ეს ყველა მიცოდა. ყველა მომატყუეთ. ყველამ ვინც ჩემთან მუშაობდა. გოგონები, ჩაის დამტარებელი სულელი ბიჭუნები, მძღოლი, ყველა მატყუებდა, რომ ჩემს ქმარს საყვარელთან ერთად ოთახში ესიამოვნა. ყველა მატყუებდა, სულელად მთვლიდნენ. გინდა რამე გითხრა არა? თქვენ მე სულელად ჩემთვალეთ. ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ რა გითხრა? რა უნდა გითხრა? სულ უფრო მშვიდ ადგილას რომ ველაპარაკოთ. შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს. იცი ვეღარ გცნობ. ადამიანი რომელმაც მსოფლიოში ყველაზე რომანტიკულად მთხოვა ხელი, გაგორწინებას მთავაზობს იმავე რესტორანში. ის ადამიანი მაშინ ასეთი უგრძნობი და ხეპრი არ ყოფილა. სუდა, ხო უპატივცემლად ნუ იქცევი. აქედან წადი, სანამ ყველაფერი თავზე არ დაგამხე. სანამ თავაზიანად გთხოვ. მიკროავტობუსში გაუცნობიერებლად ჩავჯექი. მე არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. მივხვდი რომ სხვაგვარად ვერ გაგიცნობდი. რა უნდა მექნა? ვიფიქრე გზაში დაველაპარაკები მეთქი. ბევრჯერ ცადე მეთქვა რომ იქ არ ცხოვრობდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. მე რა თქმა გამეჭირდა. კარგი რა, რამე მითხარი თორემ გული გამისკდება. სულელა. იცოდეთ ყოილი აღარ მითხრა. ჩემს ცხოვრებაში ისედაც ბევრი თაღლითი და მატყუარაა. შენ მაინც ნუ მომატყუებ. კარგი, სახლში უნდა წავიდე. კარგი, წამოდი ტაქსით გაგიშვებ. არა, ავტობუსით წავალ. ავტობუსით? უკვე გვიანი ავტობუსები აღარ დადიან. წამოდი ტაქსი გავაჩეროთ. არა, რა სისულელია, ფული მაქვს. ჩემ შეყვარებულს ფული გამოვართვა? ასეთ დროს ტაქსის გაჩერება ძალიან ძნელია. თანაც სასობები იქნება. მუსა, ანგარიში ხომ არ მოვითხოვოთ? მე ლიმონადით გაგიმასპენზელდები. თანაც კარგად ვალაპარაკობდით. კარგი იქნებოდა. ძალიან რომანტიკულ ადგილას ვართ. მაგრამ დედა? სახლში დედა მელოდება. საბრალო მარტოა და არ მინდა ვანერვეულო. ეს ადგილი არ მოგეწონა?
მომეწონა, რა თქმა უნდა, მომეწონა. ძალიან ლამაზი ადგილია. მუსა, დამშვიდი, კარგი? კარგი. უკაცრავად. ყოველთვის ასე მარტივად როგორ ფხიზლდები. მეც მასწავლე. უმიცი ბევრი საქმე მაქვს. ახლა შენს გამოგზავნილ მეილს ვკითხულობ. მაშინ საქმეს მიხედე. მე ყავას დავლევ და წავალ. თუ გინდა დარჩი. ძალიან გვიანია. დილით წადი. კარგი. მალ სახლში გავლილი და გამოვიცვლი. მოიცადე ასეთ დეტალებს ნუ მეუბნები. კომიცი კომპიუტერის არაფერი გამიგება. მალე სახლში მევალ. მე და ოზანი დაგირეკავთ. რა? არა, სახლშია. ადრე შენ რომ ბრუნდებოდა იმ დროს სამსახურში გარბის. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ უცბად გამოსწორდა. შენ საცხოვრობ? ჩემთან ახლოს? ახლოს არ ცხოვრობ. ჩვენი სახლი აქვეა. რას ამბობ? ჩემს გამო ყოველდღე 2 საათის გზას გადიხარ? ძალიან გაგიხარდა? არ შეიძლება გამიხარდეს. ჩემს შეყვარებულს ემილი ხდება. მე ასე გავაგრძელებდი ცხოვრებას. შვენიერია. მე მგონი მუსა დაგავიწყდა. შვენიერ წუთებს მუსას გამო ნუ გავიფუძებთ. მუსა სახლში ბრუნდება უკვე, ახლავე უნდა წავიდე. კარგი. ტაქსი ვიპოვით, მოიცადე? ცოტა ხნის წინ ტაქსისტმა რომ მომიყვანა სავიზიტო ბარათი მომცა. მოდი დავურეკოთ იქნებ სადმე აქვე იყოს. მალე აქ იქნება. ცოტა უცნაური კაცია, მაგრამ მანქანას კარგად მართავს. აი მოვიდა. მეგობარო, ალბათ იქ მიიყვანეთ, სადაც გეტყვით, კარგი? ალბათონო ბერილ მოგზანდით. მაბატიეთ ასე დროს რომ გაწუხებთ. არ არის პრობლემა. ალბათონო სუდე მანქანა კართან არის. თუ გნებავთ სახლში გავაგრძელოთ. სახლში? რომელ სახლში? სახლი და ოჯახი ჩემთვის აღარ არსებობს ბერილ. გთხოვთ, წამოდით. სად წავიდეთ? აქედან წავიდეთ. რაგებ ისევ საღამორო ჩაიცვი? მე რასაც გთხოვ ის რომ გააკეთო მოკვდები? ყველა იმას აკეთებს რაც უნდა. თელეთღე ბიჯაკი გიცოს და ნახავ როგორი ასატანია. ხომ გაგიგია? სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ნუ რაფერს იტყვია. მითხარი ასეთი დაძაბული რატომ ხარ? რაგებ, ვინმე რომ გვესტუმროს და ასე გნახოს, ცირცხველი არ არის? გაურთხილებლად ვინ მოდის? მეზობლობაც აღარ არსებობს. სტუმრად წასვლამდე 10 დღით ადრე ვრეკავთ. მერე ტელეფონს ვიღებთ, გეგმებს გადავხედავთ, კალენდარს ვუყურებთ. 1 დღით ადრე ერთმანეთს ისევ ხმიანებით და ვამოწმებთ, გესმის? ახლა ასეთი ცხოვრებაა. საღამორს კი თავი დაანებე და მიპასუხე.
Vina ganerviola. Ase vin gagabrasa mitxari. Kim değerlendirdi seni? Yok bir şey. Araperiya. Yok bir şey. Araperi. ბატონმა ფატიხმა გამგზავნა, რომ სარეკლამო გადაღების ვარცხნილობისა და მაკიაჟის ორგანიზება გამეკეთებინა. 4 ვიყავით. ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო. არ უნდოდა ასე დროს ტაქსით მარტო გავეშვი და ამიტომ მელოდებოდა. შენს გარდა სხვა ვერავინ გააგზავნეს? ეს ჩემი საქმეა, მამა ზაფერ. შენ ხომ სალაროში მუშაობ, შენი საქმე რატომ არის? მე საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ვარ. კიდევ 10 ლირა არის საჭირო. ახლა ხვდები ხელფასს რაშიც ხარჯავ. ტაქსში მიჩნდება იმას ფულიც აქვს. ასეთ დროს ხვის იმედზე ხომ არ წახვიდოდი? რომ დამენახე მას ფულსაც არ გამოვართმევდი. Კარგი. მადლობა თქვი რომ მუშაობ. ბატონო უმოთ. არ გიგონოს რომ შენი ნათქვამი დავიჯერე. რომ მოხვალ, აუცილებლად პასუხს მოგთხოვ. უმოთ. შვილო ამდენი ხანი სათხარ. გული მისკდებოდა მუსა შენზე ადრე არ მოსულიყო. ბოლო დროს გადაგეკიდა, რატომ ალაპარაკებ შვილო? გოგონები სახლში არ არიან? ზეინებთან წავიდნენ, მალე მოვლენ. კარგია, ისინი თუ არ არიან, მუსას ვერავინ ეტყვის. სად იყავი მითხარი? უმგითხარი სალონიდან გამგზავნეს. დაბრუნებისას მამა ზაფერმა დამინახა. ის თუ პრობლემებს შექმნის. რას ნიშნავს პრობლემებს შექმნის? ოზანიც ჩემთან ერთად იყო დედა. კარგი, წავალ, გამოვიცვლი. ჰალე. დღევანდელი დღესთვის დიდი მადლობა. მატყუებდა, მაგრამ უმნიშვნელოდ. კარგი, მართალი აღმოჩნდი. აღარ ვინერვიულებ, კარგი. არ ვინერვიულებ, გპირდები. წვერი არ გაქვს, მაგრამ დაგიჯერებ. კარგი, უნდა გაგითიშო, რომ დედას ავუხსნა ყველაფერი. დროებით. პარდა შენ გადაწიე? მთელი დღესაწოლში ვერ დაიმალებით. ნორმალურად მელაპარაკე. შენ რა არ მიცნობ? როდის დამნებები ვარ? ჯერ პირველი რაუნდია, არაფერი არ დამთავრებულა. ადვოკატს ყველას დაურეკე. კემალსაც დაურეკე, მარტო მოვიდეს. Pigeniz garaşı. İsmetes მხარესა. იჟენსაც უთხარის საბაკო დოკუმენტაცია მოიტანოს. ახლა დაურეკე ყველას, ვინც მეტეს კომპანიიდან გაგდებაში დაგვეხმარება. გესმის ბერილ?
კარგი, დღესვე ყველას უნდა შევხვდე. ყველას. Bici aketi ketar benini, mereki bitim saraperi ise moeketsi. Ახლა დასაცინებ მიზეზი მოგეცა. წუხანდელის შემდეგ დამცინი. თავის თავს დააბრალოს, მე არაფერი გამიკეთებია. სულაც იმას ვეძახით, ვინც ყველაფერზე უარს ამბობს, ის ბიჭი კი უგონოდაა შეყვარებული. იცოდე, ბიჭს კიდევ თუ გააწვალებ, მე გაგისწორდები უმოთ. ჰალე, იცი, თითქოს დავფრინავ. მიწასაც კი არ ვეხები. ძალიან კარგი, დატკბი. შენ ეს დაიმსახურე. ღმერთო გევედრები, მეც კარგი ბედი მარგონე. ამინ. როგორც ჩანს, გამოსაფხიზლებლად ყავა არ გჭირდება, მაგრამ არა, ორს არ ვიტყოდი. დღეს 6-ის ნახევარზე გავეღვიძე, მეგონა მაგვიანდებოდა. მე საათს დავხედე და ისევ დაიძინე, არა? სკოლაში რომ დავდიოდი, იცი რას ვაკეთებდი? შაბათ-კვირასაც ადრე ვდგებოდი და ფორმას ვიცვამდი. მერე კი ისევ ვიძინებდი. დილით ადრე ადგომას შეჩვეული ვიყავი და ამიტომ. შენთან ერთად სამარშრუტო ტაქსით სიარული ყველაფერს მირჩევნია. დიახ, გამარჯობა, გისმენთ. რა თქმა უნდა, ქალბატონო გოგჩიხ, ყვალ 3-ის ნახევარზე. კარგი, ნახვამდის. რას აკეთებ? კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობა. ჩაწერილი არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს უარით არ გამისტუმრებთ. არა, რა პრობლემაა. ცოტა ხანს თუ დაგველოდებით, მანამდე გაგიმასპინძლდებით. ბატონი ჯენკი მალე მიგიღებთ, მობრძანდით. რა დაგემართა? არაფერი. ჯიქებს ავიღებ, აქ არ უნდა იყოს. გეყოფა ბიჭო, დაალაგებას მორში. ხალხი მოსვლას დაიწყებს. მიდი. მიდი, მალე მითხარი. არა გინდა. ძალიან მეძინება. მამა, ჩვენს გუგოს, უმოც, ის იქცევები არ მომწონს. რაღაც შერში უნდა გამხვიოს. სანამ დროას ჯობს პატრონს ჩავაბაროთ. პასუხისმგებლობას მოვიხსნით. იყოს რაც ჩვენთან იცხოვრა. თანაც შესაძლებელისი ბიჭი შეურჩია. მართალი ხარ, სიმართლეს ამბობ. მაგრამ რა? შვილო, ორწელს ხარჯები აქვს. სულ არაფერი რომ გააკეთო, მაინც დაიხარჯები. იაჰიას დაველაპარაკე. ყველაფერს თავის თავზე იღებს. ზელეჰას მეგობრის შვილზე ამბობ? კარგი იქნებოდა სამსახური დამეწყო. მაგრამ უმოც ცუდი ხელფასი არ აქვს. ხარჯების დაფარვაში გვეხმარება. გოგონას სახლში ფული მოაქვს, ირასაც კი იხდის. მის ფულს არ ხარბდები და სახელშეწყვეტილებმა ვიაროთ. კარგი, იაჰიას დაველაპარაკები და უმოთის ხელფასს ჩვენ მოგცემს. მამა შენს დასცინი? მისმინე, დილამდე 1000 ვინმე შემდა, მეც ნერვები მაქვს. ოჯახს მიხედე. მივხედავ. ავარია შენ დამთანხმდე. კარგი, როგორც გინდა ისე გააკეთე. თავარია პრობლემები მე არ შემიქმნა. კარგი, მე მივდივარ. კარგად. ტაიფურ, სულ 2 წუთი. 2 წუთში მე მიყვან და დაბრუნდები. კარგი, გათიშე, ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ. ალბათ საქმეები აქვს, რომ შეძლოს ხომ წამოვიდო და ნოუბრაზდები. მაშინ ტრანსპორტში ნუწუწუნებს უნით გასო.
იქნებ სხვა დროს ავსულიყავით ტაიფურს რომ ეცლება, მაგალითად ხვალ. წითელ ხალიჩას გაშლიან და ტაიფურს დაელოდებიან, ხასიათზე როდის მოვა. ის კალი ვიდეოს არ ნახავდა, ყველაფერი სწრაფად უნდა მოვაგვაროთ. ომნახე რანაირი კალია, ჩვენზე ფიქრის გარდა სხვა საქმე არ აქვს. რადგან შანსი მოგვეცა, თავი უნდა შევახსენოთ. ასე რომ ახლა ვეადექი. კარგი, ხო? კალბატონო ემელ, თქვენი შინიონი ხვალ იქნება მზად. არა უშავს ხვალ ისევ შემოვივლი. ძალიან კარგი. რამეს ხომ არ მიირთმევთ? რომ გადახვალთ გააჩერეთ. ღმერთო ჩემო წვერი ამეწვა. თუ სადმე წასვლას აპირებ, ხახვი რატომ უნდა ჭამო? სხვაზე მაინც არ ფიქრობ? ღმერთო, გაუძელი. ერთ დღესაც ცნობილები რომ გავხდებით. სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა აღარ მოგვიწევს. ამ ამბავს სიცილით გავიხსენებთ. გაუძელი. გესმის? ძმაო რომ გადახვალ გააჩერე. ძმაო ვერ გაიგე? წამოდი. ეს ლამაზი არა? ორქიდეა? ეს ორქიდეა? კარგი. ორი ცალი თეთრი. და ეს ერთი ცალი ეს რა არის? ეს ზამბახი. ო, ზამბახი გააკეთე. რა ეღირება? შენთვის 200 ძმაო. რას ამბობ? ეს ხომ ყვავილებია. ბოლოს ხომ მაინც უნდა დაჭკნეს. ამ ფასად ადამიანს დავიკირავებ და სერენადას მომღერებ. არა ძმაო, ძალიან ძვირია. ძმაო, ასეთი ფასი აქვს, ძალიან ძვირ ფასია. თორემ შენ რა ძვირად მოყიდიდი? კარგი, რამე ისეთი გამიკეთებ, რომ 50 ლირას არ გადააჯარბოს. ეს კარგია? კარგია. მისამართზე ხომ მიგაქვთ? რა თქმა უნდა. გაგზავნის საფასურიც ამატება. უფროს ასეთი წესები აქვს. მე ხომ მიცნობ. შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ფულს მერე მე დამექვითავს. ღმერთო ჩემო, კაფე ხომ არ დავხურო და ყვავილების მაღაზია ხომ არ გავხსნა? კარგი, ხო, რამე ლამაზი გააკეთე, ისე რომ მთლიანად 50 ლირა დამიჯდეს. მიდი ბიჭო, მიდი, ნერვები არ მომიშალო, მიდი. კარგი ძმაო. ახლა არაჩვეულებრივ თეიგულს გავაკეთებ, შესანიშნავს. ალბათონო, რა თქმა უნდა თქვენიც გვესმის. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ვიწვალეთ. ის გოგონები არ ვართ სააგენტო რომ არ ვასახელოთ. ნება მოგვეცით აქ დავიცადოთ. იქნებ გაგვიმართლოს. იმ დღესაც თქვით კალბატონის სუდია არ მოვაო, მაგრამ ხომ ნახეთ რომ მოვიდა. ნება მოგვეცით აქ დაველოდოთ. კარგი, ლოდინი თუ გნებავთ დაელოდეთ. დიდი მადლობა, მადლობა. არამზადა, თვალთ მაგცი. ვალების გარდა არაფერი დაუტოვებია, ყველაფერი წამართვა, რაც მეკუთვნოდა. მოკლა, გავანადგურებ. კალბატონო სუდე დამშვიდდით. ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით. ნაზლე, სად არის ის არამზადა მეთე? აქ არ არის. ის ადამიანიც კი არ არის. სად არის ის არამზადა და თაღლითი? კალბატონო, ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით. ეს ყველაფერი მე შევქმენი. გესმის? დღეს და ღამეს ვასწორებდი, ვშრომობდი. ეს სააგენტო მე შევქმენი. ყველაფერი მე შევქმენი. მე, როცა ის საყვარლებთან ერთობოდა, მე მუხჩა უხრელად ვშრომობდი. ეს ყველაფერი ჩემი შექმნილია.
ის არაკაცი ასე როგორ მომექცა. ეს ყველაფერი ჩემი შრომის დამსახურებაა. ახლა კი კარგად მომისმინეთ. ეს განქორწინება კი არა. ბრძოლაა. ამიტომ ვალდებულები ხართ, არჩევანი გააკეთოთ. ან ჩემთან ერთად იქნებით, ან იმ უნამუსოსთან იმუშავებთ. მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ეს კომპანია ვერ იარსებებს. ვინ მოდის ჩემთან ერთად? Kim geliyor benimle? ხომ არ წავყვათ? საწყალი მარტოა. თან ახლა ალბათ მოგვისმეს, არა? რადგან არავინ არ წაყვა, მიზეზიც ექნებათ. რადგან არავინ წაყვა, ესე იგი ნამდვილი უფროსი აქ მეთე ყოფილა. ნახვამდის. კარგად იყავით, გალბატონო ემელ. ეს ფერი ძალიან მოგეხდათ, თავი არ მოგვანატროთ. გელოდებით. დიდი მადლობა. მადლობა და ნახვამდის. აბა ნახვამდის ბავშვებო. ელგაშლილი ქალია. ეს კლიენტი უნდა შევინარჩუნოთ. რა ხდება? რატომ მოიწყინე? გალბატონი ჰალე რომელია? მე ვარ. ინებეთ, ეს თქვენთვის არის. მადლობა გუშინდელი საღამოსთვის. მუსამ გამომიგზავნა. რა მოხდა? მე ვერაფერი გავიგე. შენ კი ვიდეო გადაიღე. ეს ვინმემ რომ ნახოს, დიდი სკანდალი იქნება. ვინ უნდა ნახოს, ჩვენ თუ არ გამომჟღავნებთ? ასეთი სენსაციური კადრები გვაქვს, შენ კი წუწუნებ. მე რა რომ კადრები გვაქვს, ჟურნალისტები ხომ არ ვართ. იმ ხალმა რომ გაიგოს, სააგენტო სახლსაც აღარ მიგვაკარებს. როგორ ვერ ხვდები, ჩვენი კოზირია. ყველა სახლავე რომ ვაჩვენოთ, ფას დაკარგავს. თუ ყურადღებას მოგაქცევენ, კარგი იქნება. ამ კადრებს დავივიწყებ და ვერავინ ნახავს. ხოლო თუ არს მივიღებთ, მაშინ უნდა დააშანტაჟო? არ ვიცი, მათია დამოკიდებული. მართლა ზმაო, უმოთი დათანხმდა? არ დათანხმებულა. უმერთო ჩემა. როგორ ამ საღამოსა? მაგრამ დეიდა ზელა, ბიჭო გეუბნები, დაველაპარაკე და მოვაგვარა მეთქი, რატომ არ გისმის? აქ მოგიყვანებ, ვცდილობ წესიერად დაგიხსნა და გეხმარო. მაგრამ ისე თუ დაიწყებ ლაპარაკს, თითქოს ჩემი დის გათხოვებას ვცდილობ. მაშინ ნერვები მომიშლება და საქმე ცუდად წაგივა. და შენ ძალიან კარგად იცი. მაშინ მე და დედა ამ საღამოს მოვალთ. წავალ შოკოლადს და ყვავილებს ვიყიდი. რა უყვარს ძმაო? მე რა ვიცი. შენი გემოვნებით გააკეთებინა და მოდი. გავარია საღამომდე ყველაფერი მოაგვარო და მოხვიდე. მიდი. მადლობა ძმაო. რა ხდება ბიჭო, მის ამას ვერ მიაგენი? გალბატონმა ყვავილები უკან გამომატანა. მადლობა. ძმაო, გილოცავ. რას მილოცავ? ვერ ხედავ, ყვავილები უკან გამოაგზავნა. ძმაო, ამ ამბავს მეორე მხრიდან შეხედე. მისი არც საქმრო ხარ და არც არაფერი. შენ კი სამსახურში ყვავილებს უგზავნი. ხალხი ჭორაობას დაიწყებს. ჩემი აზრით, პატიოსანი გუგო სწორედ ასე იქცევა. მართალი ხარ.
ყვავილები აიღე და წყალში ჩადე. ზოგჯერ გაუგებრობა ხდება ხოლმე. მომეწონა ეს აქციელი. ოჩახ გოგო. გამარჯობა, მე მერტი ვარ, 24 წლის. კარგი, აბა რა სიტყვი? მხოლოდ 2 დუბლი გადავიღეთ. მაშინვე გრძნობით დაიწყო თამაში, თან ძალიან კარგი გამოხედვა აქვს. ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ უმჯობესია რეზერვში იყოს. ზედმეტად ბავშვური გამომეტყველება აქვს, უფრო მკაცრი გჭირდება. კარგი დრო გვაქვს და ძებნას გავაგრძელებ, მაგრამ შემიძლია ეს ბიჭი ისეთად ვაქციო, როგორც შენ გინდა. ძალიან ნიჭიერია. საღამო ჩემთან მოყვა. გუშინ ხორცი ვიყიდებ და დავამარინადე. ამიტომ უარს არ მივიღებ. კულინარიულ კურსებზე დავდივარ და მინდა გაჩვენო რა შემიძლია. ნახავ მოგეწონება, თითებს ჩაიკვნეთ. კარგი, შეხვედრა ადრე თუ დამთავრდება? კარგი, ეცადე მოხვიდე, დროებით. ეს ის არის, რასაც ვფიქრობ? არ ვიცი, გახსენი. დეიკო, ძალიან მიყვარხარ. დიდი მადლობა. მეორადია, მაგრამ გარანტია აქვს. ცოტა ხანს გეყოფა. მხოლოდ ამის ყიდვა მოახერხე. კარგი რა, ამაზე უარესი მქონდა. მოგრძანდით. უმოთ. როგორც ჩანს, სამზარეულოში დახმარება ჭირდებათ. ახალი ტელეფონით ითამაშე. უმოთ. სტუმრებს მიესალმე, რას გაშტერებულ ხარ? ყვავილები ბიჭს ისევ ხელში უჭირავს. Bak çiçek elinde kaldı çocuğun. კეთილი იყოს. მადლობა. დიდი მადლობა, შვილო. ყვავილებს გამოგართმევ. მიდი უმოთ, წყალში ჩადე. ანქნოდ გახართ. წამობრძანდით, შიგნით შემოდით. მობრძანდით, თხოთ. გამომართვი უმოთ. დედა წამომყევი. ამიხსენი ეს რას ნიშნავს? დღეს პატმა არ მუშაობდა, არ გვისაუბრია. ვერ ხვდები აქრისთვის მოვიდნენ. დედა ამიხსენი რას ვერ ხვდები? ყვავილები და ტკბილეული მოიტანეს. იახია სიძესავით გამოწყობილა. უარი რატომ არ უთხარი? მე უარი ვუთხარი, შვილო. მაშინ ყველაფერი გასაგებია. ეს ყველაფერი მუსას დაგეგმილია. დედა, გევედრები, გთხოვ, ამის ნება არ მისცე. მოიცადე, ჯერ სტუმრები არიან. უპატივცემლოდ ვერ მოვექცევი. პასუხს მერე გავცემ. ზელეხა. წამოდი ჩემო ლამაზო, წამოდი ჩემო ძვირფასო. ყველაფერს მოვაგვარებ, ნუ გეშინია. ზელეხა. წამოდი მოვაგვარებ. ერთი წუთი თოზან. მიპასუხე. მითხარი მეგობართან მუშაობო. შენ რომ მომატყო შეიძლება, მაგრამ მე რომ გითვალთვალო არა? ამიხსენი შვილო. ანა დედა არ მომეტყუები ხართ. უბრალოდ დეტალებზე არ დაგელაპარაკეთ. მე და ემილი დავნაზლებდით, რომ ორთვეში მასზე უკეთეს ხელფას გამოვიმუშავებდი. სულ ეს იყო. მანქანაზე დავნაზლებდით. უბრალოდ სანაზრეოა, სერიოზული არაფერი. თანაც როგორც შევთანხმდით, დედა ამ სახლში თუ ვიცხოვრებდი, ჩემ საქმეებში არ ჩაერეოდით. ასე არ არის? მიპასუხე დედა, სახლი რატომ არ ეკირავე? ძვირფასო, არ გითვალთვალებდი. ფეიზაზდამ დაგენახა. ფეიზამ დამერეკა შენიშვილი სილამაზის სალონში მუშაობსო. თავიდან მეგონა რომ ხუმრობდა. მერე მეც ეჭვი შემეპარა. მოვედი და იქ ნახე. ვერ წარმოვიდგენდი იქ თუ გნახავდი. უფლება არ მაქვს ვიცოდე შენს თავს რა ხდება. ასე რატომ მიბრაზდები? ან ასეთი სულელური სანაძლეო რატომ დადე?
ამიხსენი. უცებ მომინდა. გასაგებია? შულა უთხარი რომ წააგე და გადავიხადოთ რაც საჭიროა. ასე რატომ უნდა იწვალო არ მესმის? დედა მომისმინე. მოგებამდე ცოტა დარჩა. შრომას წყალში ვერ ჩავყრე. თან ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა. იქ მუშაობა ძალიან წამადგა. ვერ ხვდებით? აქან როგორ ხარ? ოფისში ყოფნა მომწყენდა. ცოტა გასაირნება მინდა. უქსელია შემომიერთდი. ძმაო, არაჩვეულებრივი იდეა. მომწერე სადმედი ხარ და შემოგიერთდები. დროებით ძმაო. ოზან, შენთან საუბარი არ დამემთავრებია შულა. კარგი რა დედა, საუბარი უკვე დამამთავრეთ. სხვა რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ამ სანაძლეოს გარდა იქ მუშაობისთვის რამე სხვა მიზეზიც ხომ არ გაქვს შულა. რას გულისხმობ? არ ვიცი შულა, იმედი მაქვს რომ შენ თვითონ მეტყვი. დედა იქ უბრალოდ მუშაობ. შეიძლება შენთვის მოულოდნელია, მაგრამ ასე გადაჭარბება არ არის საჭირო. იქ აღარ მოხვიდე. უხერხულ მდგომარეობაში ნუჩამაგდე. სხვა სალონი არ არსებობს? დადი. შვილო ვიღაც წავიდა. ნახე თუ უზენი წავიდა, სალაც ცოტას გავაკეთებ. კერიმი სად არის? აქ იყო ქალბატონო. შეგიძლიათ მოძებნოთ. კარგი. აი ისიც. გისმენთ ქალბატონო. ქალბატონო რეფიკა, შეგიძლიათ მარტო დაგტოვოთ. კერემ, ძალიან გთხოვი იმ გოგოზე ყველაფერი მინდა გავარკვიო. ვინ არის, სადაურია, საცხოვრობს, მისი ოჯახი რა საქმიანობს, ტელეფონის ნომერი, ყველა დეტალი. ყველაფერი დაწვრილებით გაიგე. რა თქმა უნდა, ქალბატონო. დავუჩქარე. კარგი. რაო, არა დაგავალა ქალბატონმა. მოდი, არ უნდოდა რომ ჩვენ გაგვეგო, ამიტომ გაგვიშო ოთახიდან. რა ცნობის მოყვარე ხარ, საქმეს მიხედე. რომ გაიგოს სამსახურს დაკარგავ. მერთო ჩემო რაჭორიკანა ხარ. ვინაიდან იახიას მამა ადრე გარდაიცვალა, ეს საქმე მე დამეკისრა. უმოდ. ჯურჯლის რესმას დავიდანები და აქ მოდი. დედა ბატმა, რას ამბობდით? აქ მოსვლის მიზეზი ყველასთვის ცნობილია, რა? მაპატიეთ ყველა. ღმერთისა და ანგელოზების კურთხევით. გვინდა რომ უმუთის ხელი გთხოვოთ. ქალბატონო ბატმა, ამ დროში იაჰიასნაირი სიძის პოვნა ძალიან რთულია. ოჯახს მრავალი სირთულის გარედან აუწევს. ჯერა რომ იაჰია პასუხისმგებლობას თავს გაართმევს. აბა რა გითხრათ? იმედი ღვთისნებით კარგად იქნებიან. ჩემგან თანხმობა მიიღეთ. უმოდ. გელოცავ. მე დაველაპარაკები. უმოთისთვის არ გიკითხავთ? გოგოს რომ ყველაფერი ვკითხოთ, ცხოვრებას დაინგრევს. მშობლებს შვილებისთვის ხომ ყველაფერი საუკეთესო უნდათ. იაჰიაზე უკეთესად ვიპოვით. მე დაველაპარაკები, თქვენ ამაზე არ ინერვიულობთ. ყოველად კი არ არის ნათქვამი გოგო თავს იფასებსო. შეყვარებული ადამიანები მორიდებულები არიან. ალბათ ასე იმიტომ იქცევა, რომ ადრე არ ხვდებოდით. ეგ წესები მე არ მომწონს. ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ. ეს გაიცანი, ის გაიცანი, სადამდე შეიძლება. ასე არ არის დეიდა. უბნელები ვართ, ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. იაჰიას ვიცნობთ. მასზე უკეთეს ვიპოვით. თქვენ არ ინერვიულობთ, ეს საქმე გამავა. ხომ მითხარი მოაგვარებო დედა. არას ქვია თანახმავართ, მე რა ცხოველი ვარ? მითხარი მსხვერპლად შესაწერი ცხვარი ვარ დედა, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ. შენ ხომ მითხარი ამის ნებას არ მივცემო? შეც მათნაირი გახდი და შენც მომატყუე?
გეფიცები შვილო მართლა არ ვიცოდი. არ მეგონა ამას ჩემს დაუკითხავად თუ გადაწყვეტდნენ. არ ვიცი შვილო. დედა, მე არავის საკუთრება არ ვარ გესმის? ჩემი ნებართვის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ. ან წახვალ და დეიდა ფატმას დაელაპარაკები, ან მე მოვაგვარებ მუსასთან. შეგვარცხინე. თანხმობა უკვე მიმეცი. რაც არ უნდა ქნა ქორწილიდან შედგება. ეს დაიმახსოვრე. კარგად დაიმახსოვრე. არა, ის ჩემი საქმრო არ არის. ზაფერ, ჩემი და უმოთის უკითხავად ეს როგორ გადაწყვიტე? თუ ღმერთი გწამს, ასე როგორ შეიძლება? ბევრჯერ გავაფრთხილეთ, ჩვენთვის უნდა დაეჯერებინა. ამას აქში უნდა შეგვარცხინოს? შუა ღამისას გოგოს ტაქსიში ვიღაცა უცხო ბიჭი სვამს. რა ტაქსი? ისევე მასხოდები? გინდა რომ კვლავ მაგცილი ვარა? მომისმენე, ნამდვილი კაცი რომ იყოს, მოვიდოდა და წესიერად დამელაპარაკებოდა. აშკარად რაღაც ცუდი უნდა. როგორც აქამდე დავიცავი ჩემი პატიოსნება, ისევე დავიცავ ჩემს სიყვარულსაც. რა კარგი შანსი მოგცემია. სიმართლე რატომ არ უთხარი? ძმაო, გეუბნები უკან გამოვყვა მეთქი. ჩემი სახლის კართან მოვიდა. მართლა? აკან, მხოლოდ ერთი თვე რაც ვიცნო. მინდა რომ უკეთ გავიცნო. ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ. ეს ჩემი პროფესიის ბრალია. უმოდ გაჩერდი. უმოდ შეჩერდი. არ გინდა, შეჩერდი უმოდ. ტაქსი, გააჩერე. გაჩერდი, არ გინდა. გაჩერდი. ტაქსი გააჩერე. მართლა დაგწყალოს. უმოდ. პოლიციაში წავიდეთ დაო. არა, არ არის საჭირო. ალე. ძალიან ცუდი რამ მოხდა. სახლიდან გამოვიქეცი. რა? რას ნიშნავს გამოვიქეცი? რა მოხდა? მოვალ და ყველაფერს გიამბობ. შეიძლება? შენთან მოვიდე. რას მეკითხები, რა თქმა უნდა? ალე, სხვაგან წასასვლელი არსად მაქვს. მერთო გაუგნებული ვარ, მოიცადე, მისამართს გეტყვი. ო, კარგი. ოხალი, რატომ მაგავედი ბიჭო? შენს გამო გამექცა. ბავშვს ხელი გაუშვი მუსა, ჯავს მასზე ნუიყრი. სად არის უმოთი? მე რა ვიცი სად არის, ჯოჯოხეთში. ნეტა ორ ფულს გადაუხდის ტაქსის. შეიძლება იმასთან გაიქცა. აი, ხედავ, გოგო იმ კაცთან გაიქცა. ახლა რა უნდა ვქნათ? იახიას რა ვუთხრათ? ჩემი და იმ კაცთან არ გახსეულა. სად უნდა წასულიყო ძვირფასო? ალესთან წავიდოდა. დამშვიდდება და დაბრუნდება. გოგო შეაშინეთ რა ეკნა. ოღონდ მამა ჩემი და ჩემი ძმა არიან დამნაშავე. იცოდე. მიწის ქვეშეთშიც რომ წავიდეს, მუსა არ ვიყო იქიდან თუ არ გამოიყვანო.
დედა, წავიდე ჰალესთან. დავურეკოთ მისამართი ვკითხოთ და მეწავალ. არა შვილო, ამ შუაღამისას ქუჩაში ვერ გახვალ. მოდი დავიცადოთ. ნუ გეშინია. შვილო, ჩემო ძვირფასო, ნუ გეშინია. მოდი ჩემთან, ნუ გეშინია. ამ შუაღამისას შენ შეგაწუხე. ამას ნუ ამბობ. დედა აქ ისედაც არ არის, სოფელში წავიდა. შეგიძლია მშვიდად იყო. ძვირფასო. ყველაფერი მიამბე რა მოხდა. მეძინა. მოვიდა გოგო. არა, არ მოსულა. შენს გამო ჩემი შვილი სადღაც ქუჩაში დადის. შენ კი აქ მშვიდად გძინავს. რამდენი წელია შენ და შენ შვილებს გევლით. შენს სამ შვილს. შენი შვილები შვილებად მივიღე. შენ კი ჩემი ერთი შვილისთვის ვერ იპოვე ამ სახლში ადგილი. მთელ ხელფას შენ გაძლევს, რასაც ეუბნები ყველაფერს აკეთებს. უმოთ მარა დაგიშავა. ამ დღეში რატომ ჩააგდე? საკმარისია. ამის შემდეგ ვერც მე დამჩაგრებ და ვერც უმოც. ან მოსას ეტყვი, უმოც თავი დაანებოს, ან ამის შემდეგ მე? ან რა? შენი ყოფილი ქმარივით? მეც მომკლავ? ის კაცი მე დამარხე. შენ კი აქ მოდიხარ და მორალს მეკითხავ. შენი საიდუმლოს შესანახად სახლიდან წამოვედი და სტამბოლში ვცხოვრობ. ეს შენი დანაშაულის დასამალად გავაკეთე. შენ კიდევ ბევრს ლაპარაკობ უმადურო ქალო. ასე რომ გაჩუმდი. ის უბედური შემთხვევა იყო. მე მკვლელი არ ვარ. მკვლელი არ ვარ. ეგ შენ შვილს უთხარი. ან პოლიციას. ამისთვის ჩემი ერთი განცხადებაც საკმარისი იქნება. მგონი მუსას უგაგიჟდა, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ. ძალით გათხოვება ვის გაუგია? მეც კარგად გამშვიდებ არა? მიდი ეს დალიე. ცოტას დაგამშვიდებს. დედა ჩემზე ვარ გაგიჟებული. ხო, მაგრამ მასაც ხომ უნდა გაუგო? დეიდა ზელიხა შენ არაფერს გაიწულებს, ამას ვერასდროს დავიჯერებ. თან მასაც არაფერი სცოდნია. არ ვიცი. არ ვიცი, თითქოს მეც მისი გერი ვიყო. კარგი, თავს უფრო მეტად ნუიტანჯავ. ოზანს არ ეტყვი რაც მოხდა. ალე, იცოდე არ გაბედო. ისე გამოვა თითქოს რაიმეს ვაიძულებ. მერთო უმოთ. ყველაზე და ყველაფერზე შენ დაიფიქრო? ერთხელ მაინც იფიქრონ სხოდმა შენზე. თანაც დარწმუნებული ვარ ის ბიჭი შენს გამო ყველაფერს გააკეთებს. არა, ხალე. იმისთვის რომ ქუჩაში არ დავჭე დედა ჩემივით სხვას ვერ შევაფარებ თავს. კარგი, დამშვიდი. ამაზე მერე ვილაპარაკოთ. დედა შენს არ დაურეკავ? კარგი. ოთახს მოგიმზადებ. ცდილობ შენი მონაყოლიდან აზრი გამოვიტანო და რჩევა მოგცემ. შენ ქარაბასანების ცნობილი ოჯახიდან ხარ. გოგო, რომელიც ლუკმაპურის გამო ამდენ შრომობს, შენნაირი ბიჭს ასეთი პატარა ტყუილის გამო მიატოვებს, ეს დაუჯერებელია ძმაო. მერწმუნე, ასე არ არის, მიატოვებს. ხომ მოგიყევი, წვეულებაზე რაც მოხდა. უმოც ფული და ქონება საერთოდ არ აინტერესებს. ოზან შენ ამ წვეულებაზე გოგოს ამბავი ხომ მოიკითხე? რა იცი ის შენსავით რომ არ მოიქცა? შეიძლება იცის მეც ხარ. სულაც არ გავხარ ისეთ ბიჭს როგორსაც თამაშობ. იმ გოგომ ყველაფერი იცის მეგობარო. O kızın olayı tamamen kurgu kardeşim. Yani hocam... ოჯახ.
ორ წუთში მეც და 40-ს მიწამოგვაყარე. ო, ის მსახიობია, მე კი სულელი არა? როგორ გეკადრება მეგობარო? უბრალოდ ხომ იცი სიყვარული ბრმა არის. ამიტომ ვიფიქრე გავაფრთხილებ მეთქი. ხომ იცი ჩვენი მეგობრობა საშუალებას მაძლევს, ასე ვილაპარაკო. მაბათია, მაგრამ არც ერთი ქალი არ არის ასეთი გულუბრყვილო, როგორცაც შენ აღწერ. ალბათ მისმა გულუბრყვილობა მოხიბლა და ამიტომ შეგიყვარდა. მაგრამ არ მინდა სანანებელი გაგიხდეს. როცა მომუძგა ის, რომ მიხვდები, რომ ცდები ჰაგან. იმედია. ორ დაველაპარაკები. ეს რას ნიშნავს? პირი და ხური ტყუილად არ ვილაპარაკო. ყველწავალ და ხელს ვთხოვო, ამის თქმა გინდა? იცი, ეს ცოტა ადრე უნდა მეკრა ზმაო. მაშინ რა გითხრა ზმაო? გილოცავ. შენ შეხვდები გოგოს, რომელიც ამ სიმშვიდეს დაგროვებს. რეალისტი იყავი მეგობარო. არა, მოიცა, ასე ნუ აღელდები ბატონო მუსა. მადლობა თქვი, რომ ახლა ვერ გელაპარაკები, თორემ შენთვის სალანძღავს სიტყვებს. არ დავიშურებდი. წვენოდეს. შენ რა იცი რა მოხდა ჰალე? ოჯახი შეარსვენა. როგორც ჩანს, ტყუილებით შეგაცოდა თავი. შენი მისამართი მითხარი მოვალ და წამოვიყონ. არა ძვირფასო. იქ იყავი სადაც ხარ. როგორ ვიფიქრე, რომ შენთან ნორმალურად დალაპარაკება შეიძლებოდა. უმოდი კარგადაა, რა თქმა უნდა, თუ გაინტერესებს. მაგრამ ჩემი აზრით, შენთვის ამის ცოდნაც ზედმეტია. ალე. რა ხდება? მან დარჩა მომეყარა. ჩამოდი. მოდი. მოდი ერთი. მე შენ გიჩვენებ საერს, მოდი. აქედან მოშორდი, თორემ პოლიციას გამოვიძახებ. შიგნით შედი. უმოდ. დღეს ზედმეტი მოუვიდეთ. ის მიიღო, რაც დაიმსახურა. შენ იცი, რომ არ დაუმსახურებია. უჟმურია, მაგრამ ცოდი გოგო არ არის. რა დროს მაჭანკლობა აილდა. ახლა ძალით ვისაც ხოვებენ. ხვალ ჩვენთან რომ მოვიდნენ, რა ვქნათ? დღეს მის გათხოვებას აპირებენ, ხვალ კი ჩვენთან მოვლენ. ისიც ყველაფერში ნუ ეწინააღმდეგება მამას და მუსას. რასაც უმოთი აკეთებ, ჩვენი მის ნახევარსაც არ ვაკეთებთ. მუშაობს, თავის თავს თვითონ ირჩენს. საბრალოს ისეთი არ ამეყავს, ვისაც ენდობა. ელფასი რომ გქონდეს, ჩვენც არ მივცემდით ჩვენს ცხოვრებაში ჩარავისუფლებას. სევდა, დაიძინენ და ნერვებს ნუმიშლი. ჩვენც ვწვალობთ, რაღაც გამოგვია. ბოდიში, მაგრამ სტილისტი ნამდვილად ვერ გავხდები. ახლა დაიძინე, ძილინებისა. ხალი არ დამიჯერე და დედა ჩემს მაინც დაურეკე, არა? უმოდ. ისეთი გაბრაზებული ხარ, ვერც კი ხვდები რას ამბობ. დედა შენი ნერვიულობით გაგიჟდებოდა, ცოდოა. კარგი მართალი ხარ. მაგრამ თუ გავიგებ, რომ მოზანს რამე უთხარი, ნუ ხარ ვირივით ჯიუდი. როგორც გინდა ისე მოიქეცი. თითქოს ხვალ მუსა სალონში რომ მოვა, ოზანი ვერაფერს გაიგებს. მე თუ არ ვიქნები, ვერაფერს გაიგებს. პატიხს როგორმე უნდა გავეთავისუფლო. თუნდაც 2 დღით. 7 გონებით უნდა დავფიქრდა ყველაფერზე და გადაწყვეტილება ისე მივიღო. მაპატიე რომ დედა შენი საძინებელი დავიკავე. დედა როცა მიდის, იქ დიდხანს რჩება, მშვიდად იყავი. აქ დამამშვიდებელიც დაგიდე, დალია და დაიძინე. მიდი ძილინებისა. მიდი.
სელიმმა საქმე ძალიან გააჭიანურა. შეგეძლო გაგეფრთხილებინე ამ ყველაფერს რამდენიმე საათი ვამზადებდი. ნამდვილი ვირი ვარ. მომიცი რომ ფორმალობები არ მეყვარს. გარგი. შენ ძალიან დაღლილი ხარ და მეც. ჟებს ავიდე. ნასვამი ხარ. საჭესთან არ დაჯდე. ტაქსით მოვედი. არ წახვიდე. გზაში ჩაგეძინება. რა საჭირო იყო? სახლში ვარ. ჩემს თავს მე თვითონ მივხედავდი. დაჯექი. ძლებს მომეცა საშუალება მეგობართან ერთად ვისაუზმო. რა მარტივად დაიღე შვებულება. ფატეხი არ გაბრაზდა? უთხარი ბიძა გარდამეცვალა მეთქი და აღარაფერი უთქვამს. ჩვენი ნათესავების მოულოდნელი გარდაცვალება რომ არავირებივით მოგვიწევდა მუშაობა. მადლობა ღმერთს ოზანი იქ არის. შენ საქმეს ის გააკეთებს. ფატის რომ ვუთხრა მოკვდი მეთქი მაინც არ გამათავისუფლებს. გემრიელი მურაბაა. დედა შენმა გააკეთა? არა. დედა ჩემს ასეთი რაღაცების კეთება არ უყვარს. უმხედავ სულ სადღაც დადის. ჰალე. ამ სახლს არ ეტყობა რომ შენს გარდა აქ ვინმე ცხოვრობს. დედა შენის ფოტოც კი არ მინახავს. მართლა აქ ცხოვრობს? აბა ასე რატომ ამბობ? უმოთ. ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე. კარგი, ასე ნუ მიყურებ. ამას მარტო შენ კი არა, ყველას უმალავ. ამას როცა ვიტყვი ხალხი ისე მიყურებს, თითქოს ჭირიანი ვიყო. მე კი არ მიყვარს სიბროლულით რომ მეკცევიან და დახმარებას მთავაზობენ. როცა ვამბობ დედასთან ერთად ცხოვრობ, მეთქი არავინ არაფერს მეკითხება. შენთვისაც არ ვაპირებდი მის სამართლის მოცემას, მაგრამ ისეთი საცოდავი ხმა გქონდა, უარი ვეღარ გითხარი. ასე რომ მადლობა თქვი. მაგარი გუნდი ვართ. ერთი ობოლი, მეორე მამით ობოლი. ჰალე, რატომ არაფერს მეუბნები? ჩემთან დასამალი რა გაქვს? ოზან მეც იმდენი ვევიცი, რამდენი ჩენ. უმოც ბიძე გარდაეცვალა. არ მოგწერა? არა, მას ავადმყოფი ბიძა არ ყოლია. ნუ გონია რომ ამას დავიჯერებ. ისევ მოსამაუტე ხარა, ურზაური. ჰალე, უმოც სუჯერებ და რამეს მიმავა? ამაზე მეტის თქმის უფლება არ მაქვს. დანარჩენი უმოც რომ ნახავ, მასაც მევინე. კარგი, რამეც წოდო ვარ. მეგობრებო, ქალბატონის სევილი მალე მოვა, სწრაფად იმუშავეთ. ოზან ახალი ჩანაწერები შეამოწმა, რამე არ გამოგვეპაროს. კარგი.
კარგი საყვარელო ასლი გავაკეთე და გამოგიგზავნე. რომ ჩამოტვირთავ ნახე. ძალიან სწრაფი ლეპტოპი გქონია. არა, ჩემს ძმას უმალავ, ხომ არ გაგიჟდი და გხოცავს რომ ნახოს. მგონი ჩამოიტვირთა. კარგი, მერე დაგირეკავ საყვარელო, ნახვამდის. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო ემელ. გამარჯობა. დედა ხომ გითხარი არ მოხვიდე მეთქი რატომ მოხვედი? რატომ? შვილო შენი იონი მქონდა შეკვეთილი და წასაღებად მოვედი. ჩემი დანახვა ასე რატომ გაწუხებს? დედა. მე შენ საქმეში ვერევი? ქალბატონო ემელ. გამარჯობა. გამარჯობა ჩემო ძირფასო. წამობრძანდით, მინ გაცილებთ. ის სად არის? ალე სად არის? შენ ხომ არ გაგიჟდი აქ რა ვეყვირებს? ყველაფერი შემდეგ ეგნე არა, რა კაცო? იცოდე წესიერად მელაპარაკე. სად არის შემედა? სად არის მეთქი ბიჭო? არ ვიცი. მოდი აქ. მოდი აქ. ეთელი ყოსკანი მოგზანება ქალბატონო, ბოდის გიხდით. თხოვ წამობრძანდით. პელეგამიშვი. ოზან შედი. ძალიან გთხოვ, შენ საქმეს მიხედი, ამას მე მივხედავ. გთხოვ, ერთადერთი საღად მოაზროვნე აქ შენ ხარ. ძალიან გთხოვ. პელეგამიშვი. კარგი, საკმარისია, ხელი გაუში, მორჩა. მე მივხედავ. მუსა რას აკეთებ? გინდა რომ უმუშევარი დაგტოვა? უმუთი ჩემს სახლშია, დედა ჩემთან ერთად. ოზანს არაფერი დაუგეგმავს. ძალიან თქო ამ საქმეში ნაჩვენები ჰალე. ლამის არის შკუიდან გადავიდე. შუაღამისას სახლიდან როგორ წავიდა? უბანში ხალხს რა ვუთხრა? ადამიანებს თვალებში როგორ შევხედო? როგორ? ამაზე მაშინ გეფიქრე, როცა იმაზე ათხოვებდი, ვინც უმუც არ უყვარს. მომისმინე? თუ იმ კაცის სახლშია და შენ ხარს უჯერ, იცოდე. ხვდები მაინც რას ამბობ? ახლავე წაეთრი აქედან. თორემ ვეტყვი რომ პოლიცია გამოიძახონ. ალე ახლავე მითხარი. ამ საკითხზე ორივე სალკე დაგელაპარაკებით. კარგი უფროსო. ახლა საქმეს მიხედეთ. მოყევი ჰალე, მოყევი, მიდი. უმოც დავპერდი რომ არაფერს გეტყვი. გუშინ საღამოს ზალით ერთ ბიჭზე დანიშნეს. მაგრამ რას ნიშნავს დანიშნეს? ბიჭი თავის ოჯახთან ერთად მისულა. უმოთის მამასაც თანხმობა განუცხადებია. სახლიდან გამოიქცა და ჩემთან არის. მუსა გამწარებული ეძებს. მისამართი მომეცი. მისამართი მომეცი ჰალე, მისამართი. პატიჰი ორივეს გაგყურის აქედან. მისამართი მომეცი. ქალბატონო ემელ. ნახევარ საათში შეგვეძლება შენიონი თავზე დავიმაგროთ. იცით ახლა არ მცალია, მერე მოვალ. მეჩქარება.
გამარჯობა ქალბატონო სუდე. გამარჯობა ბატონ ჰაკანთან მინდა შეხვედრა. ყველაფერი მზად არის. დღეს სცენარისტებიც მოვლენ საბოლოო დეტალებს დღეს ყველა ერთად განვიხილავთ. ძალიან კარგი. გისმენთ. სუდე მოვიდა. კარგი შემოვიდეს. შენს დარჩი. შეიძლება მასთან მარტო ლაპარაკი ვერ მომახერხო. გამარჯობა. გამარჯობა ძვირფასო. მოდი დაჯექი. ვერ ვეტყვი რომ კარგი ამბებით ვარ მოსული. მალე ისედაც ყველაფერს გაიგებს. ამიტომ ჯობს ჩემგან მოისმინოთ. აკან შენი გრძენი რომ ჩვენ შორის განხეთქილება იყო. და მე თამ განქორწინება გადავწყვეტეთ. არა გითხრა. ალბათ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ღმერთმა გისმინოს საყვარელო. მე თემ ჩვენს ქორწინებაში კი არა, საქმეშიც ყველაფერი აურია. ამიერიდან მარტო ხელა ვარ. Yani ben bundan sonra tek tabancayım. დარწმუნებული ვარ ეს ამბავი შენ საქმიანობაზე გავლენას ვერ იქონიებს. ჰაკან ახლა ძალიან ცუდად ვარ. განადგურებული ვარ. Onun gibi მაგრამ არა უშავს ფეხზე დგომას შევძლებ. ben ayakta kalırım. ო ასე. მომიცი რაც შემიძლია ყველაფრით დაგეხმარები. ვიცი ძვირფასო, ძალიან საყვარელი ხარ. Hayatım o yüzden სწორედ ამიტომ მოვედი პირველად ჩვენთან. ახლა კი კარგი ამბავი. ახალ გზას ვადგავარ ახალი შემართებით. უფრო დიდი მონდომებით. სწორედ ამიტომ შენი ახალი პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთ მსახიობს გიპოვრი რომ წლის სენსაცია იქნება. სუდე, მაგ პროექტისთვის ნორაფერს დამპირდები. ჯერ ადრეა. არას გულისხმობ. რამეს მოვატანინებ. ხალე. კარგად ხარ? კარგად ვარ. შენ იგივე გააკეთე. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. შენ კი არაფერი არ მითხარი. რატომ? შემრცხვა. მოდი ახსულელო. შენ სამარცხვინო არაფერი გაგიკეთებია. მე საქონელი არ ვარ გესმის? ძალით ვერ გამათხოვებენ და ვერც ვერაფერზე გამყიდიან. შენ ამის უფლებას ვინმეს მისცემ? არა, ომასეა. აღარ ვიცი რა ვქნა ზელიხა. ბიჭს მხოლოდ უმუთი უნდა, სხვა არავინ. მუსამ დაიყოლია თქვენთან მოსულიყო. ჩვენც გაგვეხარდა გოგონა უმუთმა აზრი შეიცვალა. ახლა რა იქნება? არ ვიცი ფატმა. შენზე მეტი მეც არაფერი ვიცი. წამოდი ჩაი დავლიოთ. წამოდი. კარგი, შენ რა სიზამ? რა გადაწყვიტე? იმ სახლში მხოლოდ დედაჩემის და ალის გამო ვიყავი. მაგრამ დედაჩემის სისუსტის გამო არ მინდა ცხოვრება დავინგრიო. რამდენი დღეა ვფიქრობ ეს როგორ გავაკეთო, მაგრამ არ მიფიქრია რომ შეიძლებოდა ასე უცებ მომხდარიყო. რას ვიზამთ ასეთი ბედი გქონია?
მე შენ ძალიან მიყვარხარ. ძალიან. სოლად გამოვყვები? შემკითხე, რატომ არაფერს მიყვებიო? სწორედ ამიტომ. ვალდებული არ ხარ ეს გააკეთო, გესმის? გოგომ ერთ-ორჯერ თუ იტირა, ხელი არ უნდა სთხოვო. სულელი ხარ? სისულელეს ნუ გააკეთებ. არ მინდა ვინმეს ერთად დავაწვე. ჩემს პრობლემებს თვითონ მოუგვარებ. სულელი ხარ. ვერ ხედავ რა დღეში ვარ. ნუ თუ ვერ ხვდები როგორ მიყვარხარ. უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია. მალე ყველაფერს გაიგებ. ყველაფერს მოგიყვები. ოღონდ ხელს ნუ შემიშლე. ძალიან გთხოვ, ხელს ნუ შემიშლე. რა ხდება? მისი მამინოსთვის ვაჟს კაფე აქვს. ციხეში მჯდარა, მაგრამ კარგი ყოფაქცების გამო ადრე გამოუშვეს. შარიანი ადამიანია. მამამისი უბანში გულზე არავის ეხატება, უსაქმური კაცია. თამაში ძალიან უყვარს. დედა სამკერვალოში მუშაობს. მართლა, მამინას ვალს კიდევ ორი გოგონა ჰყავს. მათ უნდათ რომ ცნობილები გახდნენ, ცოტა თავქარიანებიც არიან. ისინი არ მუშაობენ. ზოგჯერ სერიალებში ეპიზოდურ როლებზე იწვევენ. შენ ხომ არავის არაფერს ეუბნები, კერემ? რა თქმა უნდა, არა, ქალბატონო. დიდი მადლობა. მეც მადლობას გიხდით. უმუთ, გზაში ვარ. ნახევარ საათში სახლში ვიქნები. გინდა რამე წამოგიღო? კარგი ძვირფასო, შეხვედრამდე. ჩემო საყვარელო. იმდენი ვილაპარაკე, რომ სიტყვა არ გათქმევინე. გუშინდელი დღიდან მოყოლებული არ გავჩუმებულ ვარ. ალბათ ნანობ შენთან რომ დაპატიჟე არა? დაპატიჟე რომ გული ამოგვერეცხა. ჩემი ამბავი 2 წელს მოიცავს. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, არ დასრულდება. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მოხდა. ყველაფერი, რაც გამეკეთებია, წყალში ჩაიყარა. იცი რა დამომშვიდებს? მეთეს ბენზინი რომ გადავასხა და მერე დავწვა. უკვე საკუთარი თავიც კი მომბეზრდა. კარგი, ჩემი ამბავი დაივიწყე, მიდი შენზე მიამბე. მე რა უნდა გითხრა? კარგი, რა დოიგო, არ წვენია? გულს მდგენ. მე მხოლოდ საკუთარ საქმეში ვარ ბრმა. ვიცი, ხაკანი რთული ადამიანია. ეს ჩვენ შორის უნდა დარჩეს სუდე. ჯერ არ გვინდა ვინმემ გაიგოს. ხაკანი ძალიან მიყვარს დოიგო. მეთესავე თუ პასუხისგებლო მაინც არ არის. იმედია არ არის, მაგრამ
ხომ გაგიგია? საუკეთესოსაც კი რაღაც სოდვები აღმოჩნდებაო. ბალჩენებს დაველაპარაკები. მალე მუსა და ზაფერის ვეღარში გვიქმნიან პრობლემას. მენდე არ მინდა ასე მოწყენილს ხედავდე. ხომ გესმის? ახლა უკვე ჩვენ ვართ. შენ და მე არა, ჩვენ. არ მოისყინო. კარგი, მალე ჰალე მოვა, ქაურობა უნდა მივალაგო. ადექით ხო? კარგი, კარგი. მეც ძალიან მიყვარხარ, ძალიან. გადი. ღმერთო, ეს რა ქენი? რა ჩაიდინე? ღმერთო, რა სულელი ხარ? სულელი. აბა ახლაც სადონ და ძალით გაგათხოვან ვინმეზე. Şimdi versinler seni bakalım. დარწმუნებული ხარ, რომ მუსა არ გამოყოლია. O benimle dans მუსა ვერ გამომიჭერს საყვარელო. შენ ამაზე არ იდარდო. Ay, yalnız şu დედა შენს მაინც დაურეკე უმუთ. ცოდუა ის ქალი. უკვე რამდენჯერ დარეკა. Rahatı bozuldu diye. ალბათ იმიტომ რაკავს, რომ შეაწუხეს. Haksızlık კარგი რა, უსამართლოდ იქცევი. Hale. ჰალე, İstemediğim ისეთ ბიჭს უნდა გამათხოვენ, რომელიც არ მიყვარს და დედაჩემმა ამაზე თვალი დახუჭა. Tamam tamam tamam. კარგი, კარგი, იმისთვის არ მithქვას, რომ ამდენი გელაპარაკა. Hem ახლა ყველაფერი სხვაგარად არის. Ay, უმუთ. ღმერთო, რა ლამაზია. kız bunun დანაზოგი ქონდა? İnşallah. იმედი აქვს, რომ ამით ყველას მოვაკეტინებთ. Kapatırsınız. Hadi sus. კარგი, გაჩუმდი, არ გაიგოს. Birikme falan. აუცილებელი არ არის დანაზოგი ქონდეს. Buluruz dayalı. სახლს ვიქირავებთ. İdare et. ერთად ვიპოვით გამოსავალს. ორივე მუშაობთ. Geldi. რომეოც მოვიდა. მოდი, უნდა გაგოცო. Hadi gel şöyle otur. მოდი, სუფრის თავში დაჯექი. შენ კი მის პირისპირ. Sen de karşısına. მიდი. Kimde kalıyor? ამაღამ ვისთან რჩება? უკვე მე რამდენად მეკითხები. რა ხელაკაცია, დაკითხოს ხომ არ მოუწყო. ვისთან ხარ, რომელ მეგობართან ხარ? ისევ რამეზე იგამათეთ? არა, რა გამათი ძვირფასო, უბრალოდ ვკითხულობ. ჩვენი ვაჟი ნელ-ნელა ძველ ცხოვრებას უბრუნდება. გილოცა ისევ ის პლეიბოია. Sen o ბიჭი ხელიდან გვაცლება, შენ კი ვერაფერს ხვდები. რა თქვი? kanalı სხვა არხზე ხომ არ გადაგვერთო მეთქი. İyi geceler. გამამშვიდობის. მე აქ რატომ ვიძინებ? Sus. გაჩუმდი. ალე გაიგებს. Hem seninle uyuyamam. შენთან ერთად ვერ დავიძინებ, მომკლავს. ხვალ სალონში მოდიხარ? Önce bir eve ჯერ uğramam სახლში lazım. შევივლი. Bir Musa. მუსასგან ერთ გამოხტომასაც ავიდან და მერე წამოვალ. არა, ერთი წუთით. მუსას მარტო არ შეხვდები, გესმის? მე ხვალ მამაჩემს დაველაპარაკები.
მერე კი ერთად წავალთ. შენ ხვალ სალონში წადი და მიჯერე. კიდევ ერთხელ გიმეორე. ხვალ სალონში მიდიხარ თუ არა? Tamam. კარგი ხო? Ya bu arada benimle ne ჩემთან რაზე konuşacak? გინდა დალაპარაკი? გეტყვი. ჯერ მამას დაველაპარაკები. მერე შენს მოგიყვები. სალონში მოგწავალთ და იქ ვილაპარაკებთ. ძალიან ბევრი რამე მაქვს შენთვის მოსაყოლე. ყველაფერი ძალიან კარგია. მართლა კარგია, ამიტომ ნუ შეგეშინდება. Merak ettim. ასე ნუ მეკცევი ცნობის მოყარეობით მოვკვდები. შენ არ მოწვენ, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. Neyse. კარგი. Hadi iyi geceler. გამომშვიდობის. მომისმენე, იცოდე არ გაჯიუტოდე. მუსასთან ერთად წავალთ. Tamam. კარგი. დამბერდი, პირობა არ მოგიცია. Tamam baş კარგი, biraz. გადარეულო, გპირდები. ძალიან მიყვარხარ. Ben de. მეც ძალიან მიყვარხარ. კარგი, წადი, წადი. Alo. დიახ. ალბათო უმოთ. Evet. დიახ, მე ვარ. გამარჯობა. მე ემელი ვარ, ოზანის დედა. თქვენთან სალაპარაკო მაქვს. რომ გთხოვოთ, შეძლებთ კაფეში მოსვლას. ოღონდ ოზანს არ უთხრათ. Tamam. კარგი. კარგი ხენია მოფიში რომ გადმოხედი მამა. უკვე შუა ქალაქში ხარ. უფრო ხშირად გნახავთ ხოლმე. ეტყობა რომ დედას ხელეურებია. აქაურობა ბოტანიკურ ბაღად უქცევია. დედა შენი ასეთია. ოდეს მეჩერდება შვილო. ყველაფერს ასწორებს. ორგანიზებას უკეთებს, არქიტექტორებს ურეკავს, დიზაინერები მოყავს. კალებს ეს შინაგანად აქვს. შინაგანად. ხელს ვერ შეუშლე. აბა მამა, მე შენ უფრო სწორად თქვენ რაღაცაზე უნდა გელაპარაკოთ. მე ცელოდებოდი, როდის გადახვიდოდი მთავარ თემაზე. დედა შენის ამას ელოდება. რაც არ უნდა იყოს, მიდი, პირდაპირ გითხარე. ნუ გაგვაგიჟებ. კარგი? მამა, თქვენთან ამ თემაზე ლაპარაკს ერთი კვირის მერე ვაპირებდი. ომიცის საგნები მაქვს გადასაბარებელი. ამ გამოცდების დამთავრებას ველოდებოდი. ალბათ ისევ გაბრაზდები, მაგრამ ჯერ ბოლომდე მომისმენე. ბოლო თვეა ძალიან შევიცვალე. საქმეს უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. შენც ხომ მომჩნევ? სიმართლე გითხრა, შენი ბოდვითაც არ ვიყავი უკმაყოფილო. ამიტომ არ გეუბნებოდი არაფერს. გაურება მჭირდა. ვამბობდი და ყველაფერი ნახოს, გამოსცადოს. რაც მე ვერ გავაკეთე, მან გააკეთოს მეთქი. მეორეს მხრივ კი ვფიქრობდი, ზედმეტი მოუვიდა მეთქი. მადლობა ღმერთს, ამ ბოლო დროს შენზე აღარ ნერვიულობ. თითქოს შიგნით რაღაც კომპასი გაქვს და სწორი გზისკენ მომართე. ამ ცხოვრებაში მამას შვილისგან სხვა არა უნდა უნდოდეს. მაყოფილი ვარ შვილო, ასე გააგრძელე. მე მეტი არაფერი არ მინდა. რძალი? ალბათ რა? Merhaba. გამარჯობა. Geldiğin დიდი için çok მადლობა რომ teşekkür მოხვედი. თქვენ Ozan'ın annesi. თქვენ ოზანის დედა ხართ? კი, მაგრამ ყველაფერზე გაგცემ პასუხს, არ ინერვიულო. ამ საქმეში ჩარევა არ მინდოდა, მაგრამ როგორც ხედავ, პატარა ხუმრობას მოულოდნელი შედეგები მოყვა. Beklenmedik არ bir მინდა yere ვინმე ცოდვაში ფეხი ჩავდგა. kimsenin ამიტომ vebayı ყველაფერს აგიხსნი. რა ხუმრობა? შვილო, კარგად კი ამბობ, მაგრამ არ ჯობდა ერთმანეთი უფრო ახლოს და უფრო კარგად გაგეცნოთ. რა ხდება? ასე რატომ ჩქარობ?
Nedir bu? რამე მოხდა შვილო? მამა, უმოც საკმარისად ვიცნობ, მენდე. კარგი, მაგრამ ჩვენთვისაც მოგეცა შანსი. მისი ოჯახი კარგად გაგვეცნო. რა ხდება შვილო? მამა შენი არ ვარ? ყველაფერს ამზადებ, ყველაფერს აკეთებ. გადაწყვეტილებას იღებ და მხოლოდ მერე მოდიხარ შესატყობინებლად. არა, ასე არ შეიძლება. საღამოს სახლში წავალთ. დედა შენთან ერთად ველაპარაკებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. არ ვამბობ, რომ მე ეს არ უნდა მოხდეს. უბრალოდ ყველაფერს თავისი წესი აქვს. ომასია, მამა, რა თქმა უნდა, ჯერ სამივე დავსხდებით და ველაპარაკებთ. ამას როგორ ამბობ, მამა? მინდა და მეთქვა, რომ თავს ისე კარგად ვგრძნობ. ისე კარგად არ. მამა, ძალიან გთხოვ. მენდე, მამა. უმოც გაიცნობ და მიხვდები, რასაც ვამბობ. უნდა მენდო, მამა. ძალიან გთხოვ. სწავლა? ამ წელს ვამთავრებ. პირობა, აუცილებლად შევასრულებ. გადარეული. კარგი, მაშინ მე ახლა ყავას მომატანინებ. ცოტა გონს მოვიდეთ. ჩემმა ვაჟმა მეგობრებთან სანაძლეო დადო. ანდახან მამამისთანაც ძდებს ხოლმე სანაძლეოს. მეგობრებს უთხრა, რომ რამდენიმე თვე იმუშავებს და მათზე უკეთეს მდგომარეობაში იქნება. მანქანაზე დანათლებდნენ. ჩვენ თავიდან არაფერი გვითქვამს. ვიფიქრეთ, რომ პასუხისგებლობა გაუჩნდებოდა. ჩემს ვაჟს გრძნობები სწრაფად ეცვლება. რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს, მერე კი სულ სხვანაირად ფიქრობს. შენ მას ვერ გაუგებს საყვარელო. ვერც ის გაგიგებს. ძალიან წუხარო მასია. მაგრამ როგორც დედას, მინდოდა რომ გამეფრთხილებინე. შენთვის პრობლემები რომ ამერიდებინა. მომავალ თვეში ეს სანაძლეო სრულდება. სასწავლებელში უნდა დაბრუნდეს. სწავლას რომ დაასრულებს, 2 წლით ამერიკაში მიდის მაგისტრატურაში. მოკლედ, როგორც მივხვდი, ოზანისთვის ეს გვერდი დაიხურება. საკუთარი თავის დაცვა თვითონ მოგიწევს უმოთ. რაც შეეხება ჩემ შვილს და მის საქციელს, ძალიან წუხარ.